გამარჯობა. როგორც იცით, მართვის მოწმობის გამოსაზე უნდა ჩაიწეროთ ონლაინ. და მე მინდა ვიდეოში შემოგთავაზოთ და გაგიხმაროთ ამ რეგისტრაციაში, უმარტივესია მართლა. შედიხართ საიტზე sa.gov.g, ეს არის მომსახურების სააგენტოს, შესაძლოა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდი. აი აქ, ნახეთ, პირველი დაჯავშნე ვიზიტი მართვის მოწმობის თეორიულ გამოსვლაზე და გაიგე მეტიდანაც და ასევე ეს სერვისები რო არის მენიუში, აი აქ პირველივე პუნქტი მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჯავშანი. გადადიხართ იმ გვერდზე, საიდანაც მე ეწერებით. აქ არის რამდენიმე ოპერატორი, რომლითაც დახმარებითაც თქვენ შეძლებთ ჩაწერას, საქართველოს Liberty და TBC Pay. მე მომწონს უფრო TBC Pay და აი ამას განახებთ, ხო? TBC Pay-ზე რო გადადიხართ, ძალიან მალევე აქ გთხოვთ სერვისის გადახდა, ანუ სერვისი, რომელი სერვისი გსურთ და ეს არის მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჯავშანი, ამიტომ ვირჩევ ამას. მე ამ პირობებს ეცნობით, როგორც გამოსასწრელი პიროვნება, აჭერთ შემდეგს და ირჩევთ ქალაქს. ქალაქი ალბათ თუ თბილისში ვართ, მინდა ჩვენ რუსთავში გასვლა, იმიტომ რომ ყველაზე ახლო არის რუსთავი, ასევე არის გორის საშუალება, ასევე არის თელავის საშუალება, ნუ ახლოს არის თბილისთან და იმიტომ მოდი რუსთავი ნახოთ. რუსთავში ადგილები, ნახეთ, აი ეს უახლოესი ადგილები, რომელიც მე მაჩვენებს დღეის შემდეგ არის დაკავებული და 24 ივლისს არის თავისუფალი, ანუ მწვანე და შემდეგ. რო ვირჩევ 24 ივლისს, მე რო ვკითხავს საათის არჩევას, ავირჩევ საათს. მოქალაქეობა, ნუ არ ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე. ვაჭერ შემდეგს, შეყავს პირადი ნომერი, რაღაცა ნებისმიერი. მოგატიეთ შემეშალა აქ რაღაცაში მე რა შევცვალო. აი ესეთ რაღაცით. შემყავს ნომერი. ვირჩევ რომ არ ვარ სტუდენტი. ვარ 18 წლის ან მეტის. შემყავს თანხა. განსხვავების გამოსთა ამის ღირებულება, გადახდა და შემყავს ბარათის მონაცემები. ეს არის ბარათის წინა 16 ნიშანი, ხო იცით რომელიც ეს არის მოქმედების ვადა ამ ბარათის და ბოლოს CVC, ანუ ბარათის უკან რომ აქვს 3 ციფრი, აი ეს CVC. აჭერთ მე გადახდას და აი რაც აირჩიეთ იმ თარიღზე უკვე ხართ ჩაწერილი და მიიღებთ მესიჯ, ასევე წინა დღესაც მიიღებთ მესიჯ, რომ ხვალ ამ დროს გამოცხადდით ამდენი დროით ადრე. და მიდიხართ ამბარებთ თეორიას და თეორიის შემდეგ უკვე ავტომატურად გადიხართ პრაქტიკაზე. აი ეს არის, გისურვებთ წარმატებებს.